მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით საზოგადოებას. ტრადიციულად რამდენიმე განცხადებას გავაკეთებ, ვიდრე სამუშაო რეჟიმზე გადავალთ. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი, რა თქმა უნდა, საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს თანამშრომლობის აღდგენას, თანამშრომლობის გაღრმავებას, რაზეც ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იმუშავებს. მე მინდა გადავხადო მადლობა საგარეო საქმეთა მინისტრს ხალბატონმა ბოჭორიშვილს და მასთან ერთად მადლობა მინდა გადავხადო თითოეულ დიპლომატს, რომელიც მუშაობს წარმატებული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისათვის. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და მადლობა ჩვენს დიპლომატებს. საგარეო პოლიტიკური კუთხით გასული 2 თვე იყო საკმაოდ აქტიური საქართველოს მთავრობისთვის, განსაკუთრებით ვაქტიურობდით ცენტრალური აზიის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ამ პერიოდში განხორციელდა 3 ვიზიტი უმაღლეს დონეზე შუა აზიის 3 ქვეყანაში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში და ასევე შედგა შუა აზიის 2 ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოში, უზბეკეთის და თურქმენეთის პრეზიდენტების ვიზიტები და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები ყაზახეთთან და უზბეკეთთან. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებებს ზოგადად ჩვენს თანამშრომლობა შუა აზიის ქვეყნებთან აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა და ასევე განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვაც, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის. და მომავალშიც შესაბამისად თორმა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს როგორც პოლიტიკური, ისე საავადმყოფო ეკონომიკური ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ კონტექსტში ასევე გავიხსენებ, რომ აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღვაწლოვანი პორტის სამუშაოები. პირველი ფაზა ჩვენი გეგმის მიხედვით უნდა დასრულდეს 2029 წელს და 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები უნდა მიიღოს ღვაწლოვანმა პორტმა და ამისათვის აქტიურად წარიმართება სამუშაოები. რაც შეეხება ეკონომიკას, ეკონომიკურ ზრდას, ივნისის თვეში ჰქონდა კარგი მაჩვენებელი 8.6% იყო ივნისში ეკონომიკური ზრდა. 6 თვის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 7.9%, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სამომავლოდაც. ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკის ისეთმა დარგებმა, როგორც არის დამუშავებელი მრეწველობა, ასევე ტრანსპორტი, მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საფინანსო, სადაზღვო სექტორი. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების პარალელურად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გაზარდეს თავიანთი პირვანდელი პროგნოზი, რაც ასევე ბუნებრივია მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი შედეგები არის, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და მეორე მხრივ იმის შედეგი, რომ ჩვენ მოახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე, რა თქმა უნდა, ქვედა დონეზე მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა კორუფციას საბრძოლოდ, მაგრამ ჩვენ პრინციპული გარდატეხა შევიტანეთ მართვის სისტემაში და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, კორუფციის აღმოფხვრასთანაც გარდა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა. მას კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, საგარეო შემთხვევით და მადლობას გადავხდი ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, სამინისტროს გუნდს. მათი მუშაობის, წარმატებული მუშაობის შედეგია ის წარმატებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში. ეკონომიკური ზრდის პარალელურად ასევე იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი და გასულ თვეში ჩვენმა სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მილიარდი დოლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. წლიურ ჯროლში ჩვენი სავალუტო რეზერვები გაიზარდა 52%-ით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური წარმატების შედეგი და ამასთან ერთად ეს არის ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგი და მადლობას გადავხდი ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს
მათი ძალისხმევისთვის, მათი საქმიანობისთვის, ასევე მათი საქმიანობის შედეგია ბუნებრივია ის, რომ ლარის კურსი არის მყარი, გამყარდა გასული თვეების განმავლობაში და ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთლიანობაში ეს ტენდენციები შევინარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში. ცალკე გამოყოფ გუდაურის თემას, სადაც აქტიურად ვემზადებით მომდევნო ზამთრის სეზონისთვის და ამ სეზონისთვის გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათვლიანების სისტემით აღჭურვა, ჯამურის სიგრძე შესაბამის ტრასები შეადგენს 7500 მეტრს, ასევე სნოუპარკის არეალში დაგეგმილია ორი ახალი პიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი, საერთო სიგრძე არის 1400 მეტრი, ასევე დაგეგმილია ბავშვებისთვის 200 მეტრის სიგრძის გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი. ამასთან ერთად დაგეგმილი გვაქვს ორი ახალი სასრიალო ტრასის, ტატრა-3 და გობი-3 მოწყობა, საერთო სიგრძე არის 6 კილომეტრი და ასევე დაგეგმილია ახალი გუდაურას ტრასის აღჭურვა ღამის განათებით. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დაგეგმილია მომდევნო ზამთრის სეზონისთვის, დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს შესაბამისი სამუშაოები. ეს არის ჩვენი გეგმა, რასაც აქტიურად განვახორციელებთ. ასევე შევხვები განათლების რეფორმას, რომელიც აქტიურად ხორციელდება. პოლიტრონიდულ სიახლეებს გაგაცნოთ სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საქართველოს პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია. შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები და რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანაა, რომ მუდმივად დაიხვეწოს შესაბამისი პროგრამები სოხუმის უნივერსიტეტში და ასევე ზუგდიდის და ახალციხის უნივერსიტეტებს ამ რეფორმის ფარგლებში დაემატა ტურიზმის პროგრამები. ესეც არის ბუნებრივია რეფორმის მნიშვნელოვანი შედეგი. ალბათ მინდა გადავხადო განათლების მინისტრს იმისათვის, რომ წარმატებით ხორციელდება მთლიანობაში განათლების რეფორმა, რომელიც არის ძალიან კომპლექსური პროცესი, რთული პროცესი, თუმცა დღემდე ძალიან დიდი წარმატებით ვახორციელებთ შესაბამის რეფორმას და ვთქვათ შესაბამის ნაბიჯებს. და ბოლოს შევეხები კომპანია იტალფარმაკოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც უკავშირდება დიშენის მკურნალობას. კომპანია იტალფარმაკოსთან გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის თაობაზე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და რომელიც ამ მედიკამენტს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მედიკამენტს არ ყიდულობს მაღალი ფასის გამო მრავალი ისეთი ქვეყანაც კი, რომლის ეკონომიკა ერთ მოსახლეზე საქართველოს ეკონომიკას 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება. ეს არის ხვანდელი მოცემულობა. თუმცა საქართველოს არის მათ შორის ანდაცვის სფეროში მოქალაქეების ზრუნვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, ასე ვიტყოდი, საკმაოდ თამამად და სწორედ ამის გამოხატულება ის პროცესები, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულად ამ მედიკამენტის შეძენასთან და სწორედ ამ ზრუნვის გამოხატულება ამ პროცესების წარმატებით დაგვირგვინება. ეს მედიკამენტი განკუთვნილია პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, ახლაც გრძელდება აქტიურად მუშაობა მეორე მედიკამენტის შესაძენად და იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება წარმატებით ეს პროცესიც. მადლობა მინდა გადავხადო ჯანდაცვის მინისტრს ამ პროცესის აქტიურად წარმართვისთვის და ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ მეორე მედიკამენტის შეძენის პროცესიც სავარაუდოდ ძალიან მალე დასრულდება. ეს არის ის, რაც მინდოდა დამეთქვა, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმს.